მოგესალმებით, ჩემო კარგებო. დავიწყებ მადლიერებით თქვენს მიმართ. მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩემთან, მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, მოწონებისთვის. მე კვლავ დაველოდები თქვენს კომენტარებს ვიდეოს ბოლოში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის. და კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით და დღეს მე თქვენთვის გავაკეთებ გაშლას ვინ ან რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. ვინ ან რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ გაშლა ვინ ან რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ მეგობრებო, ახლა თუ რაღაც სწავლის პროცესში ხართ, ან ურთიერთობიდან ახალი გასული ხართ და ურთიერთობა ახალი დაამთავრებული გაქვთ, ან სულაც ოჯახიდან ახალი გამოსული ხართ, გულისხმობ, რომ დატოვეთ სტაბილური ურთიერთობა, ან ურთიერთობა, რომელიც დიდი ხანია მიმდინარეობდა, ან ოჯახი გქონდათ და აქ მიჩვენებს, რომ ზოგიერთი თქვენგანი ბავშვებთან ერთად არის გამოსული ოჯახიდან. ეს გაშლა არის თქვენი. ეს გაშლა არის თქვენი, ვინც უკვირდებით ახლა თქვენს გავლილ გზას, უღრმავდებით, შეიმეცნებთ, აი ამ განვლილი გზის საფუძველზე ძალიან ბევრ რამეს სწავლობთ და თქვენს ქვეცნობიერში უღრმავდებით რა ან რატომ მოხდა. ნახოთ მაშასე, მეგობრებო, აი ამ რთული განვლილი გზის შემდეგ რა ან ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში. მეგობრებო, სწორედაც ახლა თქვენ ხართ იმ პოზიციაზე, როდესაც იყავით ძალიან გულნატკენი, იმედგაცრუებული, არაერთი ღალატი იგემეთ, არაერთი შიშები გადალახეთ და თქვენ ახლა აირჩიეთ რაღაც გზა და ამ გზიდან გამოსავალ აი იმ წარსული გზიდან აპირებთ თუ უკვე გადაუხვიეთ კიდეც და ახალ გზების ძებნაში ხართ. თქვენ აირჩიეთ, აი აქ უკვე თქვენი თავი, თქვენ თავს უთხარით, რომ всё მეტი აღარ შეიძლება, მე არ მაინტერესებს უკვე სოციუმის ხალხის აზრი, მე უნდა გავაკეთო ჩემი გასაკეთებელი და მე აუცილებლად ვიპოვი აი აქედან გამოსავალს. ასეთი ადამიანები მიყურებთ ახლა. ვინ ან რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. დიახ მეგობრებო, აი ახლა ხართ ისეთ მდგომარეობაში, რომ უკვე მაღალი ძალები ერთვებიან იმაში, რომ თქვენ აი ამ სიტუაციიდან გამოგიყვანოთ. რაღაც ერთი რთული ეტაპი დასრულდა და ახლა გეძლევათ შანსი ნელა-ნელა აი ამ კრიზისიდან გამოხვიდეთ. ან რა მოიჩქარით და თქვენ ნამდვილად დიახ კრიზისი ვახსენე და აი დამიდასტურდა. თქვენ აირჩევთ რამოდენიმე ვარიანტიდან
ერთ-ერთ გზას, რომელიც იქნება თქვენთვის საუკეთესო. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი ბინას შეიძენს, ან თავის კუთხეს, შეიძლება რომ ზოგიერთ თქვენგანს უბრალოდ წამოსვლის შემდეგ, აი იმ სტაბილური გარემოდან წამოსვლის შემდეგ თავისი კუთხე სურს რომ ჰქონდეს, თავისი სახლის სურს რომ ჰქონდეს. თქვენთან სწორედ ეს მოიჩქარის. თქვენ გეძლევათ შანსი, რომ აი ეს თქვენი სურვილი აიხდინოთ და თქვენი სტაბილური თავშესაფარი გქონდეთ, თქვენი სახლი, თქვენი კუთხე გქონდეთ, სადაც ჰარმონიულად იცხოვრებთ და იქ იქნებით დაცული და ირჩევთ სწორედ აი ამ გზას, სადაც თქვენ მიიღებთ თქვენთვის სასურველ. ეს ბინა იქნება თუ ჰარმონიული ცხოვრება. რა შემოდის, ან ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში? თუ აი ამ ცვლილებების შემდეგ შეიძლება თქვენ გაიცნოთ ადამიანი, რომელიც საკმაოდ წარჩინებული იქნება, საკმაოდ დიდი გამოცდილება ექნება, ძალიან ბევრი ცვლილებები ექნება ამ ადამიანს თავის თავზე გამოცდილი, დატესტილი და შეიძლება თქვენ ეს ადამიანი, ვინმე მამაკაცი, დაგეხმაროთ თქვენი სურვილის ასრულებაში. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ მეგობარი, ან ნაცნობი, სადაც ვისთან ერთადაც თქვენ დაიწყებთ ახალ ურთიერთობას. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს უბრალოდ მეგობარი, რომელიც აი ამ ცვლილებების ეტაპზე დაგეხმარებათ თქვენი მიზნის შესრულებაში. ვინ ან რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში? ვნახოთ კიდევ. ზოგიერთმა თქვენგანმა ძალიან დიდი ცვლილება განიცადეთ თქვენ სტაბილურ მამაკაცთან. შეიძლება ზოგიერთი თქვენგანი მეუღლესაც დაცილდით და აქ ქონებრივ დავაზეც იყოს საუბარი და სწორედ აი ამ სიტუაციაში დაგჭირდეთ აი ზემოთ ნახსენები მამაკაცის, როგორც პროფესიონალის დახმარება, ან როგორც მეგობრის რჩევა და აი თქვენ ეს ადამიანი აუცილებლად დაგეხმარებათ. შეიძლება ეს ეხება საბუთებს, ალიმენტს, არ ვიცი, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის აქ და თქვენ ბევრნი ხართ და მოირგეთ ყველამ თქვენი სიტუაცია აქ. ნახოთ. რაღაც, რაც თქვენ არ იცოდით და დაფარულია, ან უბრალოდ აი გზა არ იცით, როგორ წარმართოთ, როგორ მიაღწიოთ აი თქვენს სასურველ მიზანს და თქვენთვის ეს არის უცნობი. აი აქ გეხმარებათ სწორედ ეს ზემოთ აღნიშნული მამაკაცი. რა ან ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში? დიახ, აქ სამართლიანობა აღსრულდება, თქვენ შეძლებთ იმას, რაც გაქვთ ჩაფიქრებული და სწორედაც რომ რაც ვახსენე კიდევ ერთხელ დამიდასტურა აქ იუსტიციის სახლით, რომ თქვენ აი ამ ფორმალობებს აუცილებლად შეძლებთ, რომ წარმატებით მოაგვაროთ და თქვენი საქმე წინ წავიდეს. ნამდვილად გვერდში მდგომები გყავთ, რომლებიც აი ამ თქვენ დიდ წარმატების გზაზე ხელს გამოგიწვდიან და დაგეხმარებიან. ზოგიერთმა შეიძლება ძალიან კარგი შემოთავაზებაც მიიღოს სამსახურში და უფროსმა მაღალ პოზიციაზე გადაგიყვანოთ და მიიღოთ აქ აღიარება. რა ან ვინ შემოდის თქვენს ცხოვრებაში?
ვისაც გსურდათ მანქანის ავტომობილის შეძენა, თქვენი ძალიან დიდი ძალის ხმევით თქვენ შეძლებთ რომ შეიძინოთ თქვენი სასურველი ავტომანქანა და არჩევანს შეიძლება ვერ აკეთებდით აქამდე, მაგრამ გამოჩნდება ნამდვილად თქვენთვის სასურველი ავტომანქანა, რაზეც გააკეთებთ თქვენ არჩევანს და ზოგიერთი თქვენგანისთვის შეიძლება სწორედ ეს ავტომანქანა მოიჩქაროდეს და ეს იყოს თქვენი სასურველი საჩუქარი ცხოვრებისგან. აბა კიდევ ნახოთ, მინდა რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. მეგობრებო, ზოგიერთი თქვენგანი სწორედ აი ამ რთული პერიოდის გამო გადაწყვეტავს ისწავლოს რაღაც ახალი პროფესია ისწავლოს და თუ აქამდე თქვენ ვერ ნახეთ პროფესიონალი, გეტყვით რომ მასწავლებელი გამოჩნდება თქვენთვის იდეალური, რომელიც დაგეხმარებათ სწორედ აი ამ პროფესიის შესწავლაში. ზოგიერთ თქვენგანი შეიძლება რაღაც კონფლიქტში იყოს ოჯახში, ან მამასთან, ან უფროსებთან, შეიძლება ეს მეუღლეც კი იყოს და აქ დაგილაგდეთ სიტუაცია, ყველამ თქვენი აიღეთ როგორც გითხარით. მეგობრებო, თუ თქვენ არჩევანს ვერ აკეთებთ, წახვიდეთ თუ არა საზღვარგარეთ, დატოვოთ თუ არა ქვეყანა, ან დაბრუნდეთ თუ არა, შეიძლება აქ ემიგრანტებიც მიყურებთ, რომელთაც სურთ სამშობლოში დაბრუნება და რაღაც ფორმალობების გამო ვერ ახერხებდით დაბრუნებას, თქვენთვის სასურველ დროში უცებ ისე შეიცვლება სიტუაცია, რომ თქვენ შეძლებთ დაბრუნება სამშობლოში, ან ვისაც პირიქით გსურდათ გამგზავრება, თქვენ ნამდვილად შეძლებთ, თუმცა რაღაც ყოყმანი გაქვთ, თითქოს ვერ წყვეტავთ, მაგრამ აუცილებლად მიიღებთ თქვენ სწორ გადაწყვეტილებას. თუ ვინმე რაღაცაზე იყავით დამოკიდებული იყავით, თუნდაც აი იმ ფულზე, რომ არ იყოს საშუალება, რომ თუნდაც დაბრუნებულიყავით თქვენ სამშობლოში, ან არ იყოს შესაბამისი თანხა, თქვენი კუთხე ბინა გეყიდათ, ან შეგეძინათ, ან როგორც გითხარით ავტომანქანისთვის არ იყო ფინანსები, მოულოდნელად შეიცვლება აქ სიტუაცია ფორტუნის ბორბალით და აუცილებლად მოგეცემათ თქვენ შანსი, რომ თქვენი სასურველი მიიღოთ. უბრალოდ მეგობრებო, აქ შეზღუდვები გაქვთ თქვენს თავებში. ნუ ფიქრობთ, რომ აი ახლა თქვენ იმ გზებზე ნუ ფიქრობთ, ამას ვერ შევძლებ, როგორ შევძლებ, თქვენ აი იმ სასურველ მიზანზე იფიქრეთ. შეიძლება ახლა და ამ წუთას არ ჩანს შანსი, რომ ეს გამოგივიდეთ, მაგრამ ისე შეიცვლება ყველაფერი, თქვენ თვითონვე დარჩებით გაუცებული. როგორ, რანაირად, აი ამ გზებზე ნუ აკეთებთ აქცენტს და ნუ თრგუნავთ თქვენში აი ამ ოცნებებს, იმიტომ რომ ეს ასრულებადია ნამდვილად. დიახ, აი თქვენ გონიათ, რომ ეს ყველაფერი ძალიან შორეულია და რაღაც წინაღობებს უწესებთ საკუთარ თავს. მეგობრებო, კიდევ ერთხელ განმეორდები, ნუ უწესებთ ჩარჩოებს თქვენ თავს. მერე რა რომ გგონიათ შორეული, საერთოდ რაც ძალიან დიდი მიზანი გვაქვს, გონია ჩვენ რომ ეს შორს არის და ჩვენთვის მიუწვდომელია. დამიჯერეთ, ეს არის ჩვენ თავებში, ეს პრობლემა, ეს შეზღუდვები არის მხოლოდ ჩვენს თავებში. თქვენ ყველანაირი შანსი მოგეცემათ, მიხვიდეთ სასურველ მიზნამდე, შეისრულოთ და აიხდინოთ აი ზემოთ აღწერილი ყველა სურვილი, ვის
თქვენი აიღეთ აქედან, ვისაც რა გსურთ, ნუ გაჩერდებით, ნუ დააპაუზებთ მეგობრებო თქვენს ოცნებებს. თქვენ ეს მოგეცემათ, ვისაც ურთიერთობა, ახალი ურთიერთობა აინტერესებთ და გითხარით, რომ შეიძლება ძალიან გულწრფელი მეგობრობით დაიწყოს თქვენ შორის ურთიერთობა, მაგრამ თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ახლა შეიძლება თავიდან ცოტა ჩაკეტილიც კი მოგეჩვენოთ, რადგან ამ ადამიანს არ ქონდა მარტივი გზა გავლილი, მაგრამ ეს ადამიანიც გაიხსნება თქვენთან ურთიერთობაში და თქვენ მოგეცემათ შანსი, რომ აწყოთ გულწრფელი, გულღია ურთიერთობა, რომელიც ერთმანეთის სიყვარულზე და პატივისცემაზე იქნება დამყარებული. ძალიან მომწონს. მთავარია, მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ თქვენი თავი, იზრუნეთ თქვენს თავზე. აუცილებლად პატარ-პატარა წვრილმანებით გააბედნიერეთ თქვენი თავი. სულ პატარა ნაბიჯებით, ძალიან პატარა რაღაცეებით. და თქვენ ნახავთ, რომ აი ეს თქვენ დიდი მიზნებიც აუცილებლად გახდება შესრულებადი. მადლობა მეგობრებო და მე თქვენს კომენტარებს ველი. მიხარია რომ ჩემთან ხართ, ჩემს სივრცეში ხართ და მე კიდევ ერთხელ გთხოვთ მოიწონოთ, გამოიწეროთ ჩემი გვერდი და წარმატებებს გისურვებთ. მომავალ კაშლამდე.